იმისთვის, რომ მუშაობა დაიწყოთ Upwork-ზე, აუცილებელია თქვენი პროფილი იყოს ვერიფიცირებული. როგორც კი დარეგისტრირდებით, მაშინვე გამოგივათ შეტყობინება, რომ თქვენი პროფილი საჭიროებს ვერიფიკაციას და ასევე რამდენიმე წელიწადში ერთხელ თავიდან გადიხართ ამ პროცესს. პროცესი საკმაოდ მარტივია, როდესაც გადახვალთ ვერიფიკაციის ლინკზე, გამოგიჩნდებათ QR კოდი, მიანათებთ მას კამერას, გამოგიჩნდებათ ლინკი, გახსნით ლინკს. შემდეგ გამოჩნდება უკვე დოკუმენტების სია, რომლითაც შეგიძლიათ გაიაროთ ვერიფიკაცია. ეს იქნება ID ბარათი, მართვის მოწმობა და პასპორტი. ჩემი რჩევა იქნება გამოიყენოთ პასპორტი, რადგანაც ჩემ შემთხვევაში ID ბარათმა არ იმუშავა და ბევრი წერს, რომ ID ბარათი არ მუშაობს. მას შემდეგ რაც დოკუმენტს გადაუღებთ სურათს და Upwork-ის აპლიკაცია კმაყოფილი იქნება, შემდეგ უკვე გადადიხართ პიროვნების ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის ეტაპზე, სადაც გამოჩნდება ოვალი და selfie-ის კამერით თქვენი სახე უნდა მოაქციოთ ამ ოვალში. გამოჩნდება მესიჯი, რომ გაიღიმეთო, გაიღიმებით, შემდეგ მესიჯი გამოვარო, შეწყვიტეთ ღიმილი, შეწყვიტავთ ღიმილს და ამის შემდეგ პროცესი სრულდება. როგორც წესი, ვერიფიკაცია გადის ავტომატურად, ანუ Upwork-ში შიგნით რაღაცა პროგრამა ვერიფიცირებს. თუ ეს პროცესი ჩავარდა, შემდეგ გადადის ხელით ვერიფიკაციაზე. თუ ეს პროცესი ჩავარდა და რომელიმე ეტაპმა ვერ გაიარა ვერიფიკაცია, ეს იქნება ან დოკუმენტის, ან პიროვნების, მხოლოდ იმ ეტაპს გადიხართ თავიდან, რომელიც ჩავარდა. მას შემდეგ, რაც დაასრულებთ პროცესს, წარმატებით თქვენ პროფილში გამოჩნდება ინდიკატორი იმის შესახებ, რომ ეს პროფილი ვერიფიცირებულია.